აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე საბერძნეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილ ემიგრანტებს შეხვდა. გიორგი ჯინჭარაძემ დიასპორის წარმომადგენლებთან აფხაზეთის მთავრობის პროგრამებისა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტის შესახებ ისაუბრა, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ, აფხაზეთის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ქართულ-აფხაზური კულტურის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. მთავრობის თავმჯდომარემ ასევე სამშვიდობო პროცესებში აფხაზეთიდან დევნილი ემიგრანტების ჩართულობის გაძლიერებაზე ისაუბრა. საქართველოს საელჩოში გამართულ შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია და საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევან ბერიძე ესწრებოდნენ. ჩვენ ვიმსჯელებთ აფხაზეთის მთავრობის პრიორიტეტებზე, იმ პროგრამებზე, რომლებიც მიმართულია და შეუძლიათ ისარგებლონ ჩვენ დიასპორის წარმომადგენლებს, ასევე განვიხილეთ ზოგადად აფხაზეთის თემატიკის პოპულარიზაცია საზღვარგარეთ, მით უმეტეს საბერძნეთში, ჩვენ მოძმე ქვეყანასთან და ჩვენთვის მთავარია, რომ ჩვენს დევნილ მოსახლეობას, დიასპორის წარმომადგენლებს წვდომა გქონდეს ყველა იმ პროგრამასთან, რომელსაც აფხაზეთის მთავრობა მათთვის ახორციელებს. უაღრესად მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ვიზიტი, მთავრობის ვიზიტი ქალაქ ათენში, დიასპორასთან შეხვედრა, რომელიც ძალიან საინტერესო იყო. ჯერა რომ ესეთი კომუნიკაცია ურთიერთობა მოგცემს მეტ შესაძლებლობას, უფრო მეტი კეთილი ინიციატივა და კარგი ინიციატივა განვახორციელოთ და ეს ყველაფერი უნდა წაადგეს ჩვენი ქვეყნის ერთიანობას, მომავლის გაბრძანებას და დავგეგმეთ ძალიან საინტერესო ღონისძიებები. კითხვა-პასუხის რეჟიმში შედგა საუბარი იმ გამოწვევებზე, რომლებიც ჩვენ სათვისდომოს აქვს საბერძნეთში. რა თქმა უნდა, პასუხები გაეცა, ხაზი გაისვა იმ პროგრამებს, რომლებიც მნიშვნელოვანი არის ამ მიმართულებით. ვფიქრობ, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტი კომუნიკაცია იქნება, მეტი პროგრამები და მეტი პროექტები განხორციელდება და ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი არის ამ კავშირების კიდევ უფრო გაღრმავება და გაძლიერებისთვის. მოხარული ვართ, რომ დღეს საშუალება მოგვეცა ქართული დიასპორის წარმომადგენლები შევხვდროდით ბატონ გიორგი ჯინჭარაძეს, რომელისგანაც უშუალოდ მოვისმინეთ თუ რა პროექტებს ახორციელებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა დევნილი მოსახლეობის მიმართ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოვისმინეთ ასევე ის ინტერესი და ის პროექტები და ინიციატივები, რაც შეიძლება განხორციელდეს ემიგრანტი საქართველოს მოქალაქეების მიმართ.